გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, პროფესორ მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ტრადიციულად სოფელ ნიქოზში საოკუპაციო ხაზთან ახლოს აღნიშნეს. გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას დაესწრნენ. წირვა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურებაზე გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა ადგილობრივ გუნდთან ერთად იგალობეს. წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ისაიამ მრევლს ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილებს ღირსი ექვთიმე ათონელის ხსენებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. წირვას გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა, ამავე უნივერსიტეტის მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი. ილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს წმინდა ღირსი მამის ექვთიმე ათონელის ხსენებას და ამ დიდებულ დღეს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ყოველი დრო არის განსაკუთრებული და ყოველ დროში ქრისტიანი ალბათ არ უნდა ამბობდეს, რომ რაღაც ისეთი დრო შემხვდა მე და სხვა დრო უფრო სასურველი იყო. ესე იგი, მაგრამ ეხლანდელი დრო ვფიქრობ, რომ მართლაც ნანატრი დრო არის ეს ჩვენთვის, მთელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, რადგანაც ეს არის დრო, როდესაც რასაც ესე იგი ჩვენი წინაპრები ღირსეული წინაპრები ადამიანები ნატრობდნენ და რასაც ესე იგი ემსახურებოდნენ მთელი თავიანთი შეგნებული ცხოვრებით, ოფს ღრიდნენ და სის ღრიდნენ ამ დღისთვის, რომელსაც ქვია თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნისა. ეს იყო მათთვის სანატრელი დრო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობ და ამისთვის მადლობთ უფალს. მათ ვეუბნებით ჩვენ წინაპრებს მადლობას იმისთვის, რომ ესე იშრომეს და იღვაწეს და მართლაც დიდი ბრძოლა გადაიხადეს ამისთვის, ამ დღისთვის, რომ ჩვენ ამ დროში მოსულიყავით. და ეს ძალიან ბევრს გვავალებს ჩვენ. გვიხარია, მაგრამ ეს ნანატრი დრო ჩვენს ძალიან ბევრს გვავალებს, რომ ეს დამოუკიდებლობა, რომელიც გვებოძა ჩვენ ჩვენი წინაპრების შრომით და ლოცვით, ამას გავუფრთხილდეთ და ჩვენც რაღაცა შევუმატოთ მას. ეს რაღაც ესე ტრადიცია გვაქვს ჩვენ, რომ ესე გამოვიდა, რომ გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი ყოველ წელს ამ დღეს ჩვენთან მობრძანდებით ხოლმე და ჩვენთვის ძალიან სასიხარულო არის ეს დღე. ისედაც სასიხარულოა ძალიან, მაგრამ ჩვენ ამ დღეს კიდევ უფრო მეტად ამშვენებთ, როცა მობრძანდებით და ერთად მადლობას შევწირავთ უფალს ამ დღევანდელი დღისთვის და ეს შრომაც რასაც თქვენ ეწევით, ესეც რაღაც ამ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის არის, მისი შენებისთვის არის, თქვენი პატიოსანი პედაგოგებისა თუ სტუდენტების შრომა, რომ მოუფრთხილდეთ იმ საუნჯეს, რომელიც ჩვენ გვებოძა ისევ ჩვენი წინაპრების სულიერებითა და მათი ლოცვით. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს, დიდებულ დღეს და ღირსი ათონელი მამის ექვთიმეს ხსენება არის და მათ მხრებზე დგას, ესე ვთქვათ, ჩვენი ქვეყანა ეს წმინდა წერილის თარგმნა თუ ეს სიტყვიერება, სულიერება, რითაც ჩვენ დაგვაკავშირა სხვა ესეთ საბერძნეთი იყო მაინც ამ კერა, საიდანაც ითარგმნა მრავალი რამ, ათონელმა მამებმა გააკეთეს სწორედ ეს საქმე, მათ იტვირთეს და ამისთვის მადლობა შევწირავთ ღირს მამა ექვთიმე ათონელზე, შევთხოვთ მას, რომ ისევ კეთილად წარგვიმართოს, მოგცეს სიღრმე სარწმუნოებისა. ეს გალობაც ისეთი არის, გალობის დროს ჩვენ ვადიდებთ უფალს, მაგრამ იგივე ლოცვითაც ვადიდებთ უფალს, საქმითაც ვადიდებთ უფალს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ გარეგნული, რაღაც საქმეს როცა ვაკეთებთ, რაღაცა მართლა უფალს უნდა უძღვნიდე ადამიანი, იგივე ლოცვას როცა ამბობდე
ღვთის წინაშე ეს რაღაცა შინაგანი უნდა იყოს, გულწრფელი უნდა იყოს ეს ლოცვა უფლის წინაშე და საგალობელიც. აი რაღაცნაირად ისე ხმაში ჩანს ხოლმე, როცა აი მთელი არსებით უძღვნი ადამიანი სამადლობელს უფალს და ღმერთმა შეგვაძლებინოს ეს ჩვენ ესე გავატაროთ ჩვენი ცხოვრება, მადლობა შევწიროთ უფალს და აი ჩვენი წინაპრების მსგავსად არ დავიშუროთ აი ძალა და ღონე და აი შესაწირავი გავაკეთოთ ის ნიჭი ტალანტი რომელიც ჩვენ უფალმა გვიბოძა ისევ მასმე აი გამრავლებული დავუბრუნოთ როგორც აი ტალანტების იგავში არის ნათქვამი. ძალიან მოხარული ვართ რომ კიდევ დღეს შეგაძლებინათ უფალმა რომ ჩამოვბრძანდით და ავიცი ეთყობა ეს ადგილი ალბათ იმიტომაც არის ესე არჩეული სხვაგანაც შეიძლება და ყველგანაა დღევანდელი დღე 26 მაისი მთელი საქართველოზე იმო სახელმწიფომაც ეს გამოაცხადა აი დასვენების დღე ანუ მთლიანად რომ მთელი არსებით რაღაც უძღვნა ადამიანმა საკუთარი თავი აი ამ დღესასწაულს და მაგრამ ეს რაღაც აი აქედან სულ 1 კილომეტრში არის ეს მართლხლართი და ეს გაოლებული ეს საზღვარი რომელიც ვფიქრობ რომ არ არის ისეთი ბუნებრივი რაღაც ხელოვნურად შექმნილი ბარიერი არის ეს გონია და ჩვენ თუ ღვთის წინაშე ვიცხოვრებთ ისე როგორც სათნო არის უფლისთვის მგონია რომ დაიძლება ეს ბარიერიც და ჩვენს ძმებს ისინიც ქრისტიანები არიან ამდენი შერეული ოჯახი ჩვენ არავისთან არ გვაქვს ამდენიც გვაქვს ოსებთან და მგონია რომ ეს არ არის აი ეთნიკური პრობლემა არ არის აქ რაღაც სხვა პრობლემებია რომელიც აი ინებოს უფალმა რომ დავძლიოთ ეს და ეს აი რაღაც ეს სრულებით ხელოვნურად ისეთი რაღაც აი შეიძლება ითქვას აი აზრმოკლებულად შექმნილი ეს ბარიერი გადაილახოს და გონია რომ ამას აი თქვენი გალობა თქვენი პატიოსანიშრომა ეს ამ საქმესაც შეეწევა და საერთოდ ჩვენი ქვეყნის ისევ ფეხზე დგომას გილოცავთ დღევანდელ დღეს და მერთმა სიკეთე და სიხარული არ მოგვაგლოს წმინდა ექვთიმე ათონელის ლოცვით მერთმა კეთილად წარგვიმართოს ყოველივე ჩვენთან არს მერთი აღსანიშნავია, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გალობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უკვე 11 წელზე მეტია სოფელ ნიქოზში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავენ. ტრადიციას არ არღვევს გალობის უნივერსიტეტი და დღეს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვიმყოფებით ნიქოზში, სადაც ყველაზე მწვავედ იგრძნობა ოკუპაცია. საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღი არ არის სიმბოლური თარიღი, ეს არის ჩვენი განუწყვეტელი ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, რწმენისთვის, იდენტობისთვის. ახალგაზრდების აქ ყოფნა ამ სოფელში არის ძალიან სიმბოლური. დღეს ყველამ ერთად ვევედრეთ ღმერთს, რომ გაამთლიანოს და გააერთიანოს ჩვენი სამშობლო. ის, რაც ყველაზე დიდი სურვილი და ნატვრა იყო ჩვენი დიდი უწმინდესისა, ჩვენი საქართველოს პატრიარქის ილია მეორესი. ყველას ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურებ ჩვენ სამშობლოს წარმატებას, წინსვლას და ერთიანობას. მოგილოცავთ 26 მაისს, მიულოცავ სრულიად საქართველოს და ვფიქრობ, რომ ნიქოზიდან უფრო ამაღლებული და აღმატებული არის ამ დღის მოლოცვა. მადლობას ვეთყვი გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რადგან გაალამაზეს ჩვენი წირვა. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ყველას და დიდი მადლობა გალობის უნივერსიტეტს, რომ აი ესეთ საქმეს აკეთებს. მეც გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ და გადაჭარბებით არ ვიტყვი, რომ საშვილიშვილო საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ ყველა კურსდამთავრებული მიდის თავის კუთხეში, ასწავლის ბავშვებს და ის ტრადიცია, რაც ვფიქრობ, რომ საქართველოს ერთ-ერთ თვალსაჩინო არის და წარმოაჩენს მთელ მსოფლიოში, არის ქართული სიმღერა. და ამ საქმეს უწყობა გალობის უნივერსიტეტი. სრულიად საქართველოს ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ღვაწლი იმ ადამიანების, ვინც ეს დამოუკიდებლობა მოიპოვა
და მოგცა საშუალება რომ ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოში გვეცხოვრა. გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები ტრადიციულად ჩამოვედით და კიდევ ერთხელ აი აქ საზღვრისპირეთში სულ ახლოს თქვენ იცით რომ აქ არის მავთულხლართები, გავაგონეთ ჩვენი მრავალჟამიერი და შევთხოვეთ უფალს რომ სულ მალე გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველო გქონდეს. პირველ რიგში სრულიად საქართველოს მიულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. სიმბოლურია რომ დღეს ჩვენ ვიყოფებით ნიქოზში, ტრადიციულად გალობის უნივერსიტეტი ჩამოდივართ ამ დღეს. უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა შევასრულეთ საგალობლები ადგილობრივ გუნდებთან ერთად. გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ადგილობრივ გუნდთან ერთად შევასრულეთ საგალობლები, მივიღეთ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. სრულიად საქართველოს ულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. წირვის დასრულების შემდეგ ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს.